თეა გახთი? სკლეროზი მაქვს მე? თამო დღეს რატო არ გაიბარსე? ზიკო მეჩვენება ორად. მოიცა? თეა გაიწი? გაიწი გიტარაზეც უკრავ შენ? სვანი დაპატარავდა. გუფი შენ აქ რამ მოგიყვანა შემადლიანო? ესენი ვინ არიან? ვინ მომიყვანე? ესენი ადამიანები არიან, ნოთარ, მუსიკოსები არიან. მუსიკოსები არიან? შეიძლება მეც გავიცნო ვინ არიან? აქედან დავიწყოთ თუ იქიდან? აქედან. აქედან? თეათი დაიწყე. კარგი, გუჯა. გუჯა, თეა. გვალობთ? სოსო. სოსო თამო. გვალობთ? ზაზა. ზაზა სვანი. გვალობთ? საშა. საშა ზიკო. მეორე ზიკო. ნიკო. ზიკო ნიკო. ზიკო ნიკო. საშა ზიკო. ნიკო ზიკო. კარგი. მე გავალ აზზე მოვალ და დავიწყოთ ერთ წუთი. ლას-ვეგასში გათენდა ზეახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაციმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შეგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. მოგეხსენება დაიწყო ახალი სეზონი ტელეიმედზეც. მოკლედ ყველაფერი ახალია. ახალი სიტუაციური კომედია, ტელესერიალი, რომელსაც ჩვენი სტუდია აკეთებს, ჩვენი ამბავი, შემდეგ ახალი გადაცემები, თია სიჭინავას გადაცემა, ეკა ხოფერიას გადაცემა, ახალი ხმა, ახალი კონკურსანტებით, ცეკვავენ ვარსკვლავები, ახალი კონკურსანტებით, მოკლედ ყველაფერი ახალია, აბსოლუტურად ყველაფერი, მხოლოდ მარადიული ფასეულობები დავრჩით უცნობ. დიდი მადლობა. ალბათ გაინტერესებთ სად დავისვენე მე წელს საფხულში ხო ყველა ხო ისვენებდით და გაინტერესებთ მე სად დავისვენე გეტყვით არსად. მოგახსენებთ, იმიტომ რომ თურქეთში გამოსვლები იყო, ეგვიპტეში არეულობა იყო, გადავწყვიტე წავსულიყავი ბათუმში, ჩავედი საღამოს, იმ საღამოს გავედი ბულვარზე, შევედი ერთ-ერთ კლუბში, ვიყიდე ერთი კოქტეილი, გადავიხადე იმდენი ფული, რაც წაგებული მქონდა და მეორე დღეს ავტოსტოპით დავბრუნდი სახლში. გვიახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მოგესალმებით ყველას. იმდენი კანდიდატია და იმდენი მსურველია პრეზიდენტობის, საქართველოს პრეზიდენტობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ ჩვეულებრივ ადამიანს კი არა, პროფესიონალ ჟურნალისტებსაც ავიწყდებათ მათი სახელი და გვარები და ვერ იმახსოვრებენ. თუ აგჯერათ, ვიდეო ვნახოთ, გთხოვთ. დღეს სამართალი ხალხისთვის გადაცემის პირველი ბლოკი დაეთმობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარის და პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ბატონ ზურაბ კაცრავად და მეორე ბლოკში გვექნება უკვე რობინს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საუბარი.
ეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს. მოკლედ ბატონო, იცინეთ დაიცალეთ გასცემ. კარგი. მოკლედ კანდიდატი ბევრია, დაპირებები ისევ ძველია. დავამარცხოთ სიღარიბე, დავამარცხოთ უმუშევრობა, მე თუ ამირჩევთ სასწაულს მოვახდენ და ოისაოცრებავ. ერთ-ერთმა კანდიდატმა მართლა მოახდინა პატარა საოცარი გურულ ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს. ბატონ შალვაზეა საუბარი ნათელაშვილზე. ნახოთ. აქედან მე გამოვიღებ ორიანი სხვა ფარვერკული შავი ახლა მე მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ დიდი ამბავი იყო, ყველა მიცით, დიდი ფუსფუსი და არეულობა იყო ზოგიერთ ტელევიზიაში, რომ დარეკეს, რომ ბომბიდებსო, ხო? გახსოვთ ალბათ, ხო? ვიღაც ხულიგანმა, ცრუ ტერორისტმა დარეკა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში და თქვა, რომ ბომბიდებს თქვენთანო. ნუ ატყდა იქ ერთი ამბავი, ამას უხარია. მერე დარეკა ტელეკომპანია იმედში და თქვა, რომ ბომბიდებსო თქვენთანო. ნუ აქაც ატყდა ერთი ამბავი, ამას უხარია. მერე დალეკა მეცხრე არხზე. ხო და რეკავს და ეუნება, მეცხრე არხიაო? და არა გენაცვალე აქ უკვე საცხობიაო, სადრე მეცხრე არხზე გამახსენდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, როგორც მოგეხსენებათ, რომ მე ძალიან მალე წავალო პოლიტიკიდანო და სამოქალაქო სექტორში გადავალო. ახლა არ გაინტერესებთ კახელები რას ამბობენ? დავიჯერო სანამ ეს კაცი წავა, ერთი კაი სიტყვა არ მოვაო. მიხეილ სააკაშვილმა დალაშქრა მყინვარწვერი. ჯერ ხო ისედაც ზემოდან გვიყურებდა. და ახლა ხო წარმოგიდგენიათ როგორ გვიყურებდა იქიდან, იქ რო ავიდა 5047 მეტრია. მაგრამ ეს არ არის თავარი. თავარია რა შეემთხვა მას გზაზე, თუ შეიძლება მას გზა უწოდოთ. ესე იგი მიცოცავს ბატონი მიხეილი, მიცოცავს 4000 მეტრი უკვე გავლილი აქვს და ამ დროს ესმის ხმა, ამიშვით. ხალხი არა ხართ, ამიშვით. გადაუხვია მარშრუტიდან მიხეილ სააკაშვილმა, მიცოცდა იმ ადგილზე, საიდანაც ხმა ესმოდა. დაინახა კლდეზე მიჯაჭვული ამირანი. რასაკეთებ ვაკო? მიშა ეკითხება. ამირანი ვარო და მიჯაჭვული ვარ და ამიშვიო. მოიცა ერთი შეინჭირიბე. რა ჩემი საქმე ეგარიო. მეო მყინვარწვერი უნდა დავლაშქრო და ეხლაო ამოცოცდება ეკაბესელია და იმანაგიშვასო. ახლა რა ხდება? სანამ მიხეილ სააკაშვილი უკან მოცოცავს და სანამ ეკაბესელია მიცოცავს ამირანის გასათავისუფლებლად, ჩვენ გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. დიდი მადლობა. მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის კარგი დროა ფულის გასაკეთებლად. დღეიდან მე ვიწყებ ჩემ გადაცემაში, უბრალოდ ვნერგავ ჩემ გადაცემაში ასეთ ტრადიციას, რომ დაუთმობ, გავყიდი 5 წუთს სარეკლამო დროს და პრეზიდენტობის ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია დამიკვეთოს მისი მხარდამჭერი აქცია, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა. და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყოველ გადაცემაში მე ვიქნები რომელიმე კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი. მართალია ჯერ არავინ გამომეხმაურა, მაგრამ დღეს გადავწყვიტე, იმიტომ რომ მაინც არ იყო ფულის გადამხდელი და დღეს გადავწყვიტე, რომ შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერი ვიყო. დანარჩენმა კანდიდატებმა უყურეთ და თუ მოგეწონებათ შემდეგ გადაცემებში და თქვენზეც ვისაუბრებ. დავიწყოთ. მამულიშვილო, მოგეხსენებათ, რომ შრომამ შექმნა ადამიანი. ადამიანმა კი შექმნა შრომის ფრჩხილებში ლეიბორისტული პარტია. და ეს ადამიანია ბატონი შალვა ნათელაშვილი, ტაში. ხმა მიეცით შალვა ნათელაშვილს, რადგან ბატონი შალვა ერთადერთი ქართველი ლიდერია,
რომელსაც თქვენი ფული არ მიუთვისებია და ქვეყანა დაღუპვის გზით არ უტარებია. მე რა რომ მას ამის შანსიც არ ქონია. ტაში. ხოლოდ ბატონ შალვას შეუძლია გამოგვიყვანოს სიღარიბის ჩიხიდან და დაგვაყენოს სიმდიდრის პროსპექტზე. ტაში. ბატონი შალვა სწრაფად შექმნის სამუშაო ადგილებს. თვითონ განსაჯეთ. ბატონმა შალვამ არ იცის არც ერთი უცხო ენა. ეს უკვე თარჯიმნებისთვის 10 სამუშაო ადგილია. ტაში არ მithქვავს. ბატონმა შალვამ არ იცის მანქანის მართვა. ეს უკვე 2 სამუშაო ადგილია, იმიტომ რომ მას 2 მზღოლი უნდა ყავდეს, ერთმა ხომ უნდა დაისვენოს ხოლმე. ბატონმა შალვამ არ იცის თვითფრინავის მართვა. ესეც კიდე 1 სამუშაო ადგილი. ხო ხედავთ? კაცი ჯერ არ მოსულა და მან უკვე 13 სამუშაო ადგილი შექმნა და როცა მოვა რა სიზამს ტაში. ბატონი შალვა მხოლოდ დასაქმებაზე როდი ფიქრობს. გნებავთ უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ტაში. გნებავთ უმაღლესი განათლება უფასოდ. ტაში. გნებავთ პენსია გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმს. ტაში. გნებავთ ოთარ ტატიშვილის ჯანდაცვის მინისტრად. ტაში. გნებავთ სოფლის მეურნეობის სწრაფი აღორძინება. ტაში. მაშინ ხმამიაცით შალვა ნათელაშვილს. ტაში. ბატონი შალვას კრედოა არც ამერიკა, არც რუსეთი, არც ჩეხეთი, არც ინდონეზია, არც ფილიპინები, არც ახალი ზელანდია, არც ინდოეთი, არც კანადა, არც მექსიკა, არც ვენესუელა, არც სალვადორი, არც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არც კოტ-დ'ივუარი, არც უკრაინა, არც აზერბაიჯანი, არც ალჟირი, არც ტუნისი, არც ეგვიპტე, არც მაროკო, არც პერუ, არც ბოლივია, არც კოლუმბია, მხოლოდ საქართველოს. ტაში. ამიტომ თუ არ გინდათ რომ საზოგადოებამ გეძახოთ ნაცი, არ მიცეთ ხმა დავით ბაქრაძეს. თუ არ გინდათ რომ საზოგადოებამ გეძახოთ ქოცი, არ მიცეთ ხმა გიორგი მარგველაშვილს. ხმა მიეცით შალვა ნათელაშვილს და ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას გეძახით საზოგადოება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ასეთი პატარა სიახლე გვაქვს გადაცემაში. ჩვენ გადაცემას დღეიდან აფორმებს ბენდი ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი. მივესალმოთ. სხვადასხვის მე მინდა გითხრათ რომ ჩემი მეგობრები ბენდი ბანდეროლი, ვისთან ერთადაც ვიწყებდით მე გუფი ამ გადაცემას, კვლავ არსებობს, ასე რომ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩემ მობილურზე და მე ყოველთვის დაგაკავშირებ და მინდა გითხრათ რომ დღეს ბანდეროლი ჩვენ ჩაწერასაც ესწრება თქვენი აპლოდისმენტები. ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, ახლა მინდა განვაგრძო გადაცემა. დღევანდელი გადაცემა ჩვენ გადავწყვიტეთ დაუთმოთ ტელეკომპანია იმედის ახალ პროექტებს, ახალ სახეებს, ახალ გადაცემებს, ძველ გადაცემებს, ახალი სახეებით და ასე შემდეგ. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. და იმედის ტელესახეები მინდა მოვიწვიო, ახალს ნამდვილად ვერ ვიტყვი. თეა სიჭინავა, ეკა ხოფერია გთხოვთ. ძალიან
ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სულ მინდოდა თეას გადაცემაში მოხვედრა და არც ერთხელ არ დამიძახა და ბოლოს გადაწყდა ისევ რომ თეა მოხვდა ჩემ გადაცემაში. აი რატომ ელაპარაკე? აი იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი გულის ტკივილის გამზიარებელი. ხო იცი ეს თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან და ესე მოხდა რა. ანუ მე ვარ მთა შენ მუჰამედი თუ შენ მუჰამედი მე? მე მოვედი ჩემი ფეხით და ეხლა შენ თვითონ გადაწყვიტე ვინ არის. კაი, გასაგებია. მე ვარ მთა, შენ მუჰამედი და ეკა არის მბელო მთასთან. კარგი. ახლა შეგეშინდათ რომ დარეკეს, რომ ეს არისო ბომბიაო? მე არ ვიყავი ტელევიზიაში და ჩემი პროდიუსერი ისეთი ხმით კიო და ზოგადად ამბობენ რომ მე ძალიან 7 ადამიანი ვარ და არა, მე მკითხო, ნეკა, მე ვეცდები, მე როგორი 7 ხარ. კიო და რაღაცა ის როგორ კარგად გამოგივიდა. ეგრე. და მე ვამბობ რომ მე რო ყოფილიყო, მართლა რო აფეთქებულიყო, ფეთქდებით, ანუ შეგვიძლია ყოფილიყო. ასე მე რა თქმა უნდა, თქვენ ტელევიზიაში იყავით ხალხო თეა? კი, ვიყავი და რო გავიგე რომ ზარი შემოვიდა ესეთ შეტყობინებით რომ იმედში არის ბომბი, ჩემთვის თქვი ნუ აბა რა ეხლა, იმიტომ რომ როდესაც აი მაესტროში დავიწყე მუშაობა, ზუსტად ერთ თვეში ხელყუმბარა შემოაგდეს და ააფეთქეს მაესტრო ჭიშკარი და სხვანაირად როგორ შეიძლებოდა რომ იმედში მოსულიყავი და ბომბი არ დამოხვედრო და ამიტომ არ გამკვირვებია. ასე აღნიშნავთ თეას იჭინავას სეზონის დაწყებას ტელევიზიაში ერთ ბომბს აგდებს. ესე იგი, კატეშვილი, ჩემ ბიჭი. სოროჩკი მისანაია. ვახო. ვახოსანაია უნდა ყოფილიყო? აბა ნუ ორნი ვართ ეხლა მესამე წუთი ჭირდებოდა. ერთი წუთი რა. ჩვენი და მოვიდა ძრის ტელევიზიაში. ვისი მეგრელების? დიახ. მერცმა გვაბრალოს. იქნება შენ როგორ არის მე ჩქიმი არ მე რო გითხრა ჩქინი? ჩქინი, კი, მრავლობითში. ჩქინი სანაი ყველასია ჩემი სანაი. დიახ. რა თქმა უნდა, გმადლობთ. მე ხა ამ ბომბთან დაკავშირებით რამე და იცი რომ აი თეას იჭინავას ბომბიც დაუდეს, მაგრამ მაინც გავა ეთერში, ამით თქმა მინდოდა რა ვიცი ეს ისეთი ინფორმაციაა, გმადლობთ. ისე ორი ზიკო მგონია, მაბადიეთ. ახლა რაზეა საუბარი, იცი რომ მე რა დასკვნა გამოვიტანე, იცი აქედან, აი ამ ყველაფერთან, რომ წარმოიდგინე რუსთავი ორში დარეკეს. დარეკა. ასეო, იმედში დარეკა. ბომბია. საწყობშიც დარეკა, როგორც გავიგე. ხო, როგორც შენ გაიგე. აი, აქედან რა დასკვნა გამოვიტანე, მე არ გაინტერესებს, რომ იმ ცრუ ტერორისტმა კი არ იცოდა, რომ პირველი არხიც არსებობს. ბოროტი ხუმრობა. როგორი ხუმრობა? როგორი ბოროტი? ის კეთილი იყო კობა დავითაშვილმა რო იჩხუბა შენთან? აღარ მომაყოლე ხო წები და არ გამახსენე. იმიტომ რომ წინ კიდე ბევრი ესეთი სიტუაცია შეიძლება ანუ შემოხდეს. იმედშიც იქნება. მოდი ჩვენ ხო იმედზე ვისაუბროთ ხო. აუ რა მაგარია რომ ჩვენი სტუდია სხვა პავილიონშია და ამას არ შეგეცდებით ვერაფერს. კარგი, სხვათა შორის ბევრი კითხვა მაქვს. ეკა შენ არ გეწყინება მე თუ დავიწყებ თეასთან შენ ხა მაინც ხოიცი იტყვიან მე ძმაკაცის ცოლია ჩაწყო იმან დაურეკა და გავჩუმდა ხო წავიდა. არ არის რაღაც კავშირები და რამე. კი კაცო. მე არ ვიცი. კი მე და ქალბატონი ეკას მეუღლე. გასაგები. მე ხშირად მაწუხებს ყელყური და ასე შესვათ მიმართავ ხოლმე. ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ დავიწყებ მაინც იმითი მართალია რომ თეას იჭინავასო 30000 ლარი ხელფასი შესთავაზეს და ამიტომ წამოვიდაო, ეხლა სანამ დავამთავრებ დაგახჭობს ყოფერია, მაგრამ არა უშავ. გასწორდა უკვე პოზიცია. მართალია ამიტომ წამოვიდაო? რამს მეტყობა რაღაცა. არა, ჯერ არ გასულხარ ეთერში ერთი წუთი. ეკას უფრო ეტყობა, მაგრამ არა უშავს. ნუ გაურბიხარ, ძალიან გთხოვთ, იმას რა ქვია. 1 ლარი არა, დოლარი, მოდი ესე ვთქვა. ესე იყო იმ ინფორმაციაში ეს. დოლარი? დოლარი ეწერა, ნუ მიმახინჯებ ინფორმაციას, მაგრამ ეს ისეთი ინფორმაცია, რომლის აი რო ვაღიარო, რო ტყუილია ძალიან მენანება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სიმართლეს არ შეეფერე. სიმართლეს არ შეეფერება, დედა რა ცუდია. რატო? რა ცუდია, იმიტომ რომ მე ვიფიქრე, რომ თუ ასეთი ხელფასი აქვს თეას იჭინავას, მეც მოვითხოვ მეთქი, რომ ერთი $500 დამიმატეთ და 40000 გამიხდება. რა გეთყობა ჩვენ 35000 დოლარი რა გეთყობა გონია რომ 35. ბაჭარდი, ვინ გეკითხება შენ? არ გეთყობა რაღაცა ხო, კაი. რატო გამხდარი ვარ? შენ გამხდარი მილიარდელი არ გინახავს საქართველოში? საწერი კალამი დამივარდა. კარგი, არა უშავს. საწერ კალამს არა უშავს. კარგი. ახლა რა მაინტერესებს იცი რომ? ესე იგი შენ აი ასე თამამად ამბობ თეა?
რომ 30000 ხელფასი არ აგაქვს. სამწუხაროდ არა. სამწუხაროდ არა. მე მივმართავ ხოლმე საზოგადოებას შამილ თქვენთან გმალობთ. რაღაც დეჟავიუ მაქვს. ესე იგი, აი ამ განცხადების შემდეგ თეა სიჭინავამ სასურველი სარძლოების ტოპ ათეულიდან გადაინაცვლა უბრალოდ კაი ტიპშა გოგოების ათეულში. ასეც მოხდა, რა ვქნა. ესე იგი, კარგი, ცუდია. შენ ამდენი კაკ ხელფასი. შენზე ორი ჭორია, რო იცოდე. ხო, ჯერ შენ მითხარი, არ უნდა ხო მაგას. მითხარი ჯერ. რა რატო გითხრა ხა? მითხარი, აბა რა რამდენი გონია რომ მაქვს ხელფასი? 300. ლარი? აბა რა, ხო. რუბლი. შენ პირველ არხზე მქონდა 250.000 და აქ 150-ის დამემატეს და ავედი 300. აწყობილი გაქვს სწორება შენ და შენ ქმარს რა გენაღო. შენზე არის ორი ჭორი. შენზე რა ჭორია? აი ორი ჭორია შენზე. ერთი არის რომ ზემოდან დარეკესო. აჰა. ძალიან ზემოდანო. ვინ კაცო? მიშამ თუ ბიძინამ თუ ვინ? ყინვარწვერიდან ეტყობა. ამირანმა. ვიღაც არის რაღაც. კიდე ერთი ვარიანტი მაქვს. ეკა ბესელიამ, რომელიც მიცოცავს. ახლა მითხარით თქვენ გადაცემებზე. ეკა შენგან დავიწყებ ახლა. მე? ხო, იმიტომ რომ თეას გამოყოლილი აქვს რაღაცეები მაესტროდან და მეშინე არ მწმოს. თქვენგან დავიწყებ, დიახ. მოკლედ არის ეკა ხოფერიას ток-შოუ. ვიფიქრეთ აი ესე მარტივად და ისე და რატომაც არა. რთული სახელი მოიგონეთ, მე მშურს თქვენი ფანტაზიის. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ხო? და გავა კვირაში ერთხელ იქნება პირდაპირ ეთერში, იქნება ყველაფერზე პოლიტიკის გარდა, ნუ სიტყვაზე რაღაც. თუ ეხა რაღაც ასწავლი მოხდა, შეიძლება რაღაც კუთხით ამან, რა თქმა უნდა, გავლენა. აი დაუშვათ მე რო ჯანდაცვის მინისტრი გავხდე. ხო, არა, სულ არ მაინტერესებს. აბა შენ ქმარს კითხე როგორ აინტერესებს? მე რო ჯანდაცვის მინისტრი ვიყო? ხო, არა მგონია, იმასაც დიდად არ აინტერესებს მიხდება. კითხე მაინც რა იცი რა ხდება. ხო, ჩემ თქვენი გადაცემა? ჩემ გადაცემას ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ასევე სათაურზე. თქვენ ვინ ეს თქვენ თავზე თქვენ არა, ჩვენ ერთად ვართ რამდენიმე ადამიანი, ვინც ქმნით ამ გადაცემას. დიახ. მე, ჩემ პროდიუსერები. დიახ. ავარკვით პოლიტიკის დრო, მოვიფიქრეთ ესეც. პოლიტიკის დრო, არასდროს არ ყოფილა საქართველოში პოლიტიკის დრო. ვიცი და აი ამიტომ შევარჩიეთ ესეთი სათაური, რომ აი იმ დღეს ორშაბათს 10:08 დააკდება, იქნება პოლიტიკის დრო. ცუდი დროა. რატო? რეიტინგი არ გექნებათ. რატომ? იმიტომ რომ აქ დროს მე ვიწყებ რადიო იმედში გადაცემა ჯაზოთერაპიას და ჩაგძირებ. აი ეს ამ გამიწვალებინები. გაგანადგურებთ. რაღაცას მოვიფიქრე. შენ როგორ გონია ახლა ქართულ ხალხს ის უფრო აინტერესებს რა თქვა ბიძინამ და მიშამ ვიდრე ის რა თქვა კოლტრეინმა? მე ვფიქრობ ეს ბოლო უფრო აინტერესებს. ხო და მოდი ჩემთან გადმოდი პროდიუსერად ჯაზოთერაპიაში. 30.000. ამყვანადაც კი არა, პროდიუსერად 7000. შენ რატო არიგებ ამ შემთხვევაში გამაგებინე? ხო, გადმოხვალ? ვიფიქრე. კარგი, ახლა მე რამე და იცით ხარო ძალიან ბევრი რამე ახალი და მე მინდა გავახარო ტელეიმედზე ბევრი ახალი რაღაც იწყება და მე ძალიან მიხარია რომ ტელეიმედი ძლიერდება, იმიტომ რომ ჩვენი სტუდიის გადაცემებიც, ღამის შოუ სტუდიის გადაცემებიც გადის ამ არხზე და ვიშვებ უკვე სტუდიიდან? არა, ერთი წუთი. ხალბატონო, ძალიან გთხოვთ რა, ნუ მე ინტრიგნები და აი ხო. გახსოვთ იმედში რომ იყავით ერთად? კი. არა, ის ძველი დრო თუ გახსოვთ? თეამ გააკეთა მე ახალ ჩამოსული ყავის საქორწინო მოგზაურობიდან სექტემბერში ღამის შოუ იწყებდა შუა ქალაქს, ჩემი ბატონო და ეს იყო პირველი ჩვენება უნდა ყოფილიყო, დაგვიძახეს პატივი დაგვდეს სახეებს მოდითო და ესე იგი თეამ გააკეთა სიუჟეტის სეზონის დაწყებაზე და ძალიან ისეთი კაი კადრი იყო, ისე მომწონს ის კადრი, რომ აი რაღაც ეზოში რა შემოდიხარ? ხო, აი ეზოში რა შემოდიხარ. აი როგორ ახსოვს, რა ფერის კაბამაცვია? რაღაცა ლურჯი მე მგონი, ხო? მწვანე, მაგრამ ნუ აი მწვანე, მაგრამ ახსოვს. რა კარგი მახსოვრობა გაქვს, თეა. მწვანე, მაგრამ ხო. მახსოვს, კარგი და კარგი იყო ეს. და შენ არ მოხვედი ჩვენი შუა ქალაქის ჩვენებას. აი მე ის იყო, ზურმუხტისფერი იყო, ესე. მწვანე. მოკეთ, კაი ხო. ჩვენებაზე არ მოხვედი.
როგორ არ მოხვედი? მოვედი? როგორ გასამ? ხარ მე ნერვიულობდი და არ მახსოვ ხარ. რას ლაპარაკობ? მოვედი და აზრიც გამოვთქვი და ტარსაც უკრავდი რა და თქვი, ჩემზე რა თქვი? რა დროსია, მაგრამ კარგი, რა თქვი? ფაინი კი არ მახსოვს შესაძლოა. კარგი არ ვარ გახსოვს. ხო და აი ეს ძველი იმედი მეც მახსოვს. აი რამდენი ბევრი გადაცემა იყო იმედში თქვენ რო იყავით. გიორგი თარგამაძეს მიყავდა დროება მაშინ. ახლა ხო, ახლა დროებას მიყვება გიორგი თარგამაძე. მე ვარ კიდე ინტრიგარი და წერვა რა არის ეს? წერვა შენ თვითონ. საპრეზიდენტო არჩევნები. ძალიან ხო, ინტრიგანი წერვა შენ თვითონ. წერვა შენ თვითონ. კარგი. საპრეზიდენტო არჩევნები. ხო. თქვენ ახსენეთ. მომისმინე, მე რა მინდა იცი ვთქვა, მართლა მინდა. მეშინია უკვე. არა, აი დღეს გამაფრთხილეს თა რომ ეხა იქ რაღაც საშინელები შენ ბოლოს რო იყავი, შენ ბოლოს სახში გითხრა ხმარმა ალბათ. არა, დედა მამამ ყველა მართალია, შენ ბოლოს რო იყავი, ყველაფერს აპროტესტებდი თუ გახსოვს. ხო, და სიყვარულის დღე იყო. ხო, და ვალენტინობის დღე. როგორც ჩემი ქიმიის მასწავლებელი ამბობდა, ვალენტობა. ერთი წელი ის რომ აჩვენე ხო ვარდი. ხო და რომ გააპროტესტე და ამ წელს მაინც რაღაც კრეატიული მოიფიქრე რაღაცა ის რაღაც. კი, ამ წელს დაგპატიჟებ აუცილებლად იმის მილიციის დღეზე, პოლიციის დღეზე. ხო და რას ვამბობდით? აი მე ახლოს ვიყო თქვენთან თუ ჩავიწიო რა სულ კარგი უნდა ვთქვა შენზე და თქვენზე. მაშინ ფეხზე ავდგები. მე ვთქვი რომ კაცების შოუში რო ვიყავი, ვთქვი და მართლა გულწრფელა ვთქვი რომ ამათ ძვირფასო საპრეზიდენტო კანდიდატები. რომ დიახი. ამათ რო ფეხი, საით? სადიპუროზე გახურე. ამდენი კამერა რა აქეთ ხო? ნუ დიდარი სტუდია ვარ, გენაცვალე კამერები გვაქვს, რა მოგიხედი, დიახ, აი აქ. ესა ხო? არა, ეს არის ეგრეთ წოდებული კრანი. აი, აწიეთ ხელი რომელიღაცა. აკეთ. აი ნახე, არაჩვეულებრივი ბიჭია ეს. მესამე კამერა. დიახ. ძვირფასო საპრეზიდენტო კანდიდატებო. ამ ბიჭებს ფეხი აქვთ. ამ სტუდიაში თუ შემოადგენთ ფეხს, ოღონდ ახლა ყველა ერთად ვერ მოიგებთ, მაგრამ რომელიც პირველი შემოადგენთ ფეხს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ გაიმარჯვებთ. ყველაფერი სიახლე და პოზიტივი და ყველაზე კარგი და დადებითი ჩემს ცხოვრებაში, ახლა ესე ძალიან ზოგადად, მაგრამ კარიერული თვალსაზრისით მართლა და რა ამისთან ჯადოს გიკეთებთ ეს დათო გოგიჩაიშვილი რაღაც გისვამთ. რაღაც წყალში გავლევ თუ რა. უსვავს კაკაბაძეს. ვაიმე, მე ხა ინგა გრიგოლიას გავარ, ხო? მარტო ინგა რო ლაპარაკობ, всё, გაჩერდი. არა, უშავს, მე მოგისმენთ, კარგად თუ იკითხე, გეტყვი. ხო. უსვავს კაკაბაძეს, წყალში აგდებს ლაბაძეს. მე და ვახტანგიშვილს გვირყავს ტკიპურთს. არის ამ ბიჭი რა. რა ვიცი, ბიჭო, სასაცილო არ იყო? არა, ნუ მე ახტოვანებული ვარ. მე მინდა მიმართო შამილ ჩამირთებ. ერთი წუთი გაჩუმდი ძალიან. მე ამ კამერაში მიმართავ ხოლმე პოლიტიკოსებს და გამოჩენილ ხალხს. მე მინდა მიმართო ჩემ მეგობარ მიშა ხუჯაძეს. რა დღეში მიშა, გიწონებ არჩევანს. მაო. არაჩვეულებრივი მეუღლე. არაჩვეულებრივი. ირონია მეკო არ ვიცი და რა. რატო ეს ირონია? რა ვიცი. ირონია იყო თეატრში. არა, გულწრფელობა დავინახე. აი, არ იცნობ ამას. რას ლაპარაკობ? არ გინდა ეს, როგორ არ მიცნობს? თეა. თეა. არ ვეპატიჟებოდი უბრალოდ თორე როგორ არ ვიცნო. რომ მიცნობდა, იმიტომ არ მეძახდა. როგორ გეკადრებათ? კარგი, საპრეზიდენტო არჩევნები ახსენეთ და მე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიწვიოთ რაც შეიძლება მეტი კანდიდატი საპრეზიდენტო. სურამელაშვილი დაგთავაზა. გვაქვს, სურამელაშვილი არ არის, მოიხსნა. სურამელაშვილი სხვა ამბავში მეყოლება. ხო და შენ ნიუსები საიდან, შენ და ნიუსები როგორ გეკადრებათ? ხო და რაშია საქმე, რომ ყველასთან გვაქვს მოლაპარაკება და გვინდა რომ მაქსიმალურად მეტი კანდიდატი იყოს. ან ვინც მოვა, ჩვენ იმას უმასპინძლებთ, თეა. ძალიან ხო დამეხმარე ახლა შენი ჯერა ხალხს რომ მე არ დამიწყონ რომ სუბიექტური ხარ, ის არ მოიყვანე, ეს არ მოიყვანე. აბსოლუტურად ყველა კანდიდატის პიართან მაქვს მოლაპარაკება. ზოგმა უკვე უარი თქვა, ზოგი ფიქრობს, ზოგი დამთანხმდა. მე რო არ მომადგე და რო არ მითხრა სუბიექტური ხარო შენ. მე მგონი შენ ჩემ პროდიუსერად რო წაგიყვანო ის უკეთესი იქნება. თუ ყველასთან დალაგებული გაქვს სიტუაცია? ნუ ახლა ეს ხურდა.
გუფი მე მგონი ავშენდით. კი. ხო და აი ასე ვარ, კარგი დავანებოთ ამას თავი. ახლა რა მინდა იცი რომ თქვენ გადაცემებში იქნებიან კანდიდატები საპრეზიდენტო? აუ არა. კარგი დაისვენეთ ცოტა ხანი. თქვენთან იქნებიან? ნუ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ვცდილობ რომ იყვნენ. კი. ძალიან გთხოვ რა. აი ჩემგან გადაეცი. აი სიტყვა სიტყვით რა. რა. გადაეცი რა რომ თავში არ აგივარდეთ თქო. თორე რეიტინგი დაგივარდება. ინტონაცია დაიჭირე. არა, ინტონაცია დაიჭირე. თავში არ აგივარდეთ თქო. თორე რეიტინგი დაგივარდება. აი ეს გადაეცი. უფრო დამაჯერებელი რო იყო, ნუ ეტყვი რომ ტატიშვილმა თქვა თქო, ვინ იცის ტატიშვილი, ტალეირანის სიტყვებია. კარგი. თუ იციან ვინ არის ტალეირანი? ზოგიერთმა. აი ხა მარგველაშვილი. ზოგიერთმა მარგველაშვილმა იცის და ჯავახიძემ. ამაზე თავს ვდებ. ჯავახაძე კიდე. ჯავახაძეა თუ ჯავახიძე? მე ჯავახაძე. აი? არ ვიცი. მოდი ვიკამათოთ, გინდა? გინდა ამაზე ვილაპარაკოთ, არა, არც მე, გმალთ. კარგი. ახლა თქვენ ორივეს ეთერში, ორივეს არა, თქვენ. მაგრამ შენ ხო ქონია რაღაცა სუ პოლიტიკოსები ყავდა, იყო დრო. კი, იმიტომ არის აღარ მოხდა. მოგეთ მოხარშულს იცნობთ ყველა პოლიტიკოსი თქვენ. რაღაც მინდა ხა ამაზე საუბარი. აი ჩვენმა სტუდიამაც, ჩემმა გადაცემამ მოხარშეთ რამდენიმე პოლიტიკოსი და ახლა განახებთ მოხარშულ ჩვენ პოლიტიკოსებს და უნდა გამოიცნოთ რომელია. თეა შენი დარდე თორე მე მაინც არ მეხურება მოსაცოვი გადაცემაში. მოხარშული როგორია ეს მაინტერესებს. კი ბატონო, გაუშვათ ვიდეო, გთხოვთ. მოხარშული ნუ ეს დათო ბაქრაძეა. ვინ არის ეს? ბაქრაძე. ბაქრაძე ყოჩახთია. შემდეგი? ირაკლი ალასანია. ირაკლი ალასანია. დედა რა პროფესიონალებში ეს? ნუ ეს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი. შემდეგი? ნინო ფურჯანაძე. გამოცდაზე ვარ. ეს? ამირანი. ეს ვინ არის? ამირანი. მე მგონი კიდე გვაქვს ერთი პოლიტიკოსი, აბა გაუშვათ ეს? აქ აი დიახ აი დათო უსფაშვილი. დათო უსუფაშვილი გამხთარი. კარგი აი ეს იყო რა? ა? სერიოზული წამყვანია, ხო? ხო, რომ ძალიან სერიოზული. მაგარი ნამუშევარი გავს. ისე თეას მართლა ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა ყოველთვის მაესტროზე, უბრალოდ ბოლოში სავაშ ბალდარმა გადაუჯოქრა. ვიღაცას ხო მაინც უნდა გადაეჭობრა. და სავაშ ბალდარ, შენ უყურებდი შენ თვითონ სავაშ ბალდარს? არა, მე არა. აბა რას უყურებდი შენ? არა, მაგ დროს არ ვუყურებდი. აი, რას უყურებდა თეა სიჭინავა, როდესაც იყო მაესტრო ჟურნალისტი? ეს ამას არ მასვენებს ზარები შემოდის. დღესაც აი ორჯერ და მეკავენ აინტერესებთ რას უყურებთ. დღესაც ორჯერ დამირეკა გუფიმ. გუფი აგერ არ არის. ახლა არის აგ. მე ვეტყვი, აქ რატომ თქვა ზა. გუფი ხო გაინტერესებს? ცალკე ვეტყვი. ცალკე ეტყვი? კარგი, ცალკე გაწყობს რო გითხრას. არა, ხო. არა. დედა რა? კი, ის დამუშავებული მყავს. იმას ორი კვირა ვამუშავებ, ველს დამუშავებ. აბა უთხარი. ნუ რა, სერიალს არ ვუყურებდი, გიფი, რა ვქნა, რა გავაკეთო? მეტი რა გითხრა. რას უყურებდი? რას? ტოტენჰემი დინამო თბილისი ნახე? საკუთარ თავს უყურებ და მაქსაცოდაობისთვის როგორ უნდა შემეხედა? ერთი მითხარი, დედას გაფიცებ. მართალია. მართალია. კარგი, ჩემ გადაცემასაც არ უყურებდი? კი. კიკი, ეს კიკი ძალიან ცუდი კიკი, რატომღაც არ მჯერა. აი შალვარამიშვილი რო ყავდა ვუყურე. მიკერძოებული ხარ. კარგი იყო, რატო არ მიკერძოებული? კიდე რას უყურებ? კიდე შენი ხველა არ მომწონს. მოდი რა ხოფერიაზე გადაინაცვლე გეხო. აი გადავდივარ უკვე, არ მომწონს შენი ხველა, ბრონქიტი გაქვს ალბათო? კი. მოდი ჩემ. თორე შენ საიდან ისნოფ ექიმებს? რამეშველება. მოკლედ მეგობრებო, ახლა რა მინდა ვთქვა იცი? კი, კარგი ნარო გაგიშვათ? კი, გიჩქარება. ხო, მითხარი, ეკა, რაც გინდა ის ხო, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. აი ძალიან კრეატიული და ძალიან ისეთ. აი მართლა სერიოზულად გეუბნები. გაიწია შვილო გუფი დამანახე? არა. ასეთი ვარ მე. ორი ზიკო გასწორდით. იცი რა არის? აი ნახე.
ხო წაიღეს ტვინიმით, რომ რა არის ეს რაღაც ერთი და იგივე სახეები და ეს 10 წელი და ხო აი ისევ და 10 წელი ალბათ შენზე ამბობენ, მე 6 წელია ეთერში ვარ. შენზე არ ამბობ, ჩემ და ანუ სიტყვაზე გრიგოლია ესე რაღაც. ხო და დადგა ესეთ საკითხი, რომ ბევრი მეკითხება გადაცემის შინაარსის გარდა, აი იმიჯთან დაკავშირებით, რომ აი იმიჯი როგორ შეგეცვლება და რაღაც მიდი რა, აი რაც გინდა მითხარი. გავიხადო? შენი გახდა რაც მინდა, კაცო, ეხლა მეც არ გავიხდი ეხლა რა სისულე. არა, იქნებ მაყურებელს უნდა, არ ვიცი. აი თქვი როგორ შევიცვალო იმიჯი, რომ აი მოკედ რომ გამოდო დედა ეს ჭკიმიღობერია რა რო ერთხვა. ვიღაცა სხვა. მეგრულად დაიყვანე შოუ. კაი, ხა ეს რა ორიგინალი. მართლა აღარ ვარ გამბიც ხუმრობები. რა მეგრო ხო ეს ჩემი იდეაა. გახთა არ გინდა. გახთა? მეგრულად ლაპარაკი შენ არ გინდა. ხო, რაღაც. მიშას რო გაუცვალო ადგილი შენ ოპერაციები აკეთო და იმან შოუ წაიყვანოს არ გინდა, ისეთი სახე. არ ვიცი აბა. იმიჯი. იმიჯი. ხმები შევიღებო რაღაცა წით, რაღაც რა გავაკეთე. წამოიწე. რა გავაკეთე? რა გავაკეთე? გატრიალდი. სახში მითხეს ნუღადგებიო, უკვე ის არის კრიზისი გაქვს ჟანრის. გატრიალდი კაცო სახში რა გითხეს ეს მაინტერესებს. აი ამ კაბაზე ლურჯი პიჯაკი. შავზე ლურჯი? კი. კაი. კი. იმიჯი შეგეცვლება და დაიწყებენ რომ გემოვნება არა. აი ეს რაღაცა ესე გავაკეთო. აბა რა გავაკეთო? ადაკი ხა მოდი აქ. მე გეტყვი როგორ. ხო, მიდი. აი ესეთი რო იყო. არიცი ხო? ვარცხნილობი. მიდი აბა. ასე. არ არის შეცვლილი. ავისვენე, წია ვიცი, უკვე პირველ გადაცემაში როგორ უნდა მივიდე. შენ გაიხარე. მოვდა თქვენ ნება ხებაზე, არა მირჩები არ ვიჯდე. აი ჩვენ მე მოვიდე უკიდან. იქიდანაც შეგიძლია. შეგიცვალოთ იმიჯი? მოვიდე გაბრისო. არა, თქვენ ბრძანდებოდეთ, ბრძანდება არა, შენ იმიჯს მოსვლა არ ჭირდება. ბაიმე. ეკა რა გინდოდა რა, აი რა გინდოდა. აი გაიხარ. მე ჩემი შეგდე კამერას. როგორია? კაი. მოგეშინია ჩემი? კი. ჯანდაბას ჩვენ იმით არ შეგიცვლით, ეხა მაინც ხალხია აუდიტორიაში. შემდეგ გადაცემის სულ რაღაცა ხოლმე დავიტოვოთ. რა თქმა უნდა, თქვენ ხშირად ჩემს გადაცემაში. აი მე თეამი არ გინდა მაფაში. ორივე მოხვამ ჩემ გადაცემაში. ზუსტად ვიცი. კარგი, ეს რა შეიძლება თქვენ იმიჯეთ. მოკლედ, მე მართლა ძალიან გულშემატკივრობთ თეა. ეკა და მე იმეც ვიტოვებ თეა რომ მე და შენ შორისაც შედგება ისეთი მეგობრობა როგორიც კოჰაბიტაცია არ გვინდა ეს სუ სამეგრელოზე ნუ გაგირბისეთ ხოფერია სიჭინავა ჭანტურაია კოჰაბიტაცია კარგი რომ ჩვენ შორისაც შედგება ეს მეგობრობა მეც იმედი მაქვს და ვითანამშრომლებთ ვიმეგობრებთ და რამდენს ვსვავ შენ ბევრს რატო მეკითხები? დავლიოთ ერთად გასულ. აი, ხო და ამიტომ ვუთხარი ბევრს თქო რა და გემართა. წარმატება მინდა უსურვო ამ ორ არაჩვეულებრივ ულამაზეს ქალბატონს, ორ პროფესიონალს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან მიხარია, რომ გაძლიერდება ტელეიმედის ეთერი, აი ამ ორი მართლაც ბუმბერაზი ადამიანს როგორი ვიყავი ეკა. აი, ფანტასტიკური. შემაქეთ. მაგარი ხარ, მაგარი. Thank you very much. თეა სიჭინავა ეკა ხოფერია. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ის ურჩევნია მამულსა, რომ ჩვენი ამბავი ჯობდეს შუა ქალაქსა. მოგეხსენებათ, გავიდა უკვე პირველი სერია ახალი სიტუაციური კომედიის, რომელსაც ჩვენი სტუდია აკეთებს, ღამის შოუ სტუდია, სერიალი ჩვენი ამბავი
და დღეს სტუმრად მოვიწვიე უნიჭიერესი მსახიობები, რომლებიც მონაწილეობენ აი ამ ტელესერიალში. გთხოვთ! ასე დავიწყებდი თქვენ არ გეხებათ ბიჭებო გოგოებს ეხებათ სხვათა შორის მარტო რუსკამ მაკოცა რო შემოვიდა ხო გამოვასწორე ხო მე რო არ იყოს ეს რაღაცა მე ისევ რუსკა მოიწვია ასე რო არ იყოს ამაზე საუბარი შემოსვლა როგორ იქნება ხელი უნდა ჩამოვართოთ გადავკოცოთ არ ვიცი თქვენ ვის არ უნდა არაფერი საჭირო არ არისო და ესე შემოვედი არ მინდა ეხა ეს სიტუაციები ძალიან ხო სხვათა შორის ტატოსაც ქონდა მცდელობა მაგრამ დროზე გამომაცალა როლანდმა. კარგი, ახლა მე ყველა თავარი რაც მაინტერესებს, შეგენაცვალე. მოგენატრე? ვაიმე ვგიჟდები შენზე რუსკა ხო? შეგონი რომ ეხა ერთხელ მოვედი სტუმრად, მაგრამ დარწავსულა რა. ასე დარწა ვიცი, რუსკა, ვიცი, შემდეგ გადაცა ეხა დღეს უბრალოდ არ ჩანდი, იმიტომ რომ სტუმარი ხარ. ხო. კარგი, მოდი ეს ხალხიც ვასაუბროთ. მარტო შენ ხო არ ხარ ჩემ ცხოვრებაში, ხო? რუსკა. თავისთავად, კარგი. თუია გავალ. რომელი იყო ეს? ტატო იყო, ტატო, ვინ იქნება? ტატო შენ ვერსად ვერ გახვალ. მე ვიცი რატომაც. კარგი, მოკლედ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ პირადად მე თქვენი ახალი სერიალის, ჩვენი ახალი სერიალის, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენი, იმიტომ რომ გამიშოუ სტუდია აკეთებს ამას და ჯერჯერობით ერთი სერია გავიდა ეთერში. და ახლა ხამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. მაგრამ ყველაფერი ისეთი ჩანს, რომ ძალიან პოპულარული და ძალიან რეიტინგული უნდა გახდეს. ნეტა. და გულშემატკივარი რას ნიშნავს შენი მხრიდან რომ გულით ტკივარო ჩვენ სერიალში არ გულშემატკივარი ეს შეკითხვა მე მქონდა დაბევებული რომ ჩვენ მსახიობებს არ დააბრუნებენ მეთქი უნდა მეთქვა მაგრამ გულშემატკივარი როლანდ შენ ენაზე ნიშნავს ბალეშიკს ასე რომ ვთქვათ კარგი აბა ახლა მომიყევით ხარა მაინტერესებს თქვენ ყველამ გაიარეთ ეგრეთ წოდებული კასტინგი ხო ხო იყო ეს კასტინგი ხო სწორად კასტინგ Casting. როგორ Casting. კასტინგ Yes. Casting. ინგლისურზე დადიოდა მთელი ზაფხული. მე მაინტერესებს აი ვინ როგორ მოხვდით სერიალში. დავიწყებ ნინოსგან. სიმართლე ოღონდ? აბარა. ნინო. კარგით. ნუ გამომდინარე იქიდან რომ აგერ უკვე 5 წელია ვლამობ ვიარო აუზზე. რას ვლამობ გენაცვალე? ვიარო აუზზე. აუზზე. ხო. აუზი გავხსენე ჩვენ სტუდიაში? არა. აუსმინე. მოდიში. და ამას მინდა უძახა. ხო, მინდა უკვე 5 წელია ვიარო აუზზე, ღია აუზზე, თან გავირუჯო, მაგრამ ჩემი შემოსავალი ამის უფლებას არ მაძლევს. დაბალ შემოსავლიანები ვერ ირუჯებიან. ვერაფრით, აუზეც ვერ დადიან და ახალი საცურაო კოსტიუმიც არ აქვთ. ამიტომ წელს ზაფხულში გავიგე ესეთი ამბავი რომ კასტინგი ტარდებოდა კიდევ ერთი ღამის შოუ სტუდიაში კასტინგი ძალიან გთხოვთ რა გმადლობთ ნატა და გადავწყვიტე მოვსულიყავი და ბედი მეცა და ჩემი და დამამტკიცეს მინდოდა თანხა ძალიან მჭირდებოდა $160 აუზისთვის და $40 ვნახე ძალიან მაგარი საცურაო კოსტიუმი უნდა გამომეწერა ეს საცურაო კოსტიუმი და სექტემბრის ბოლოს ველოდები და შევალ ერთად სურვაზე გავირუჯები ახალი საცურაო კოსტიუმი ექნება მოკლედ $200 ველოდები რა საინტერესო ისტორია მოყვა რუსკა ბატონო როგორ მოხვდი სერიალში სიმართლე მეც რა თქმა უნდა ვიტყვი სიმართლეს თუ სიმართლე რუსკა შენ ტყვილი ცხოვრებაში არ გიტყვი არა მოკლედ მე როგორც გახსოვს ის პროექტი მოვიგე შენ რო წააგე როდენდო ეს აჩრდილი დამზდებს
და ამ პროექტში მოვიგე ბინა, რომელიც შენ არ გაქვს, ხო და მე მაქვს ოღონდ ბახტრიონზე. მეც მაქვს თბილისშიც და ბათუმშიც მაქვს. ხო და ბათუმში დავიწყე ამ ბინის გარემონტება და ნუ რაღაც მთელი ამბავი გაჩი, გაჯი, ცემენტი, ყველაფერი თავზე მეყარა და მუშებისთვის შეიძლება გავაგრძელო? მუშებისთვის დამაყდა $200. წარმოიდგინე. $200 დაამაყლდა, ამ დროს გამოაცხადეს ტელევიზორში, რომ კასტინგია. აბა ისე საიდან უნდა გაეგო ხა? საიდან მე საიდან უნდა გამეგო? მე არ დამირეკა არავინ, მე თავად მოვედი ამ კასტინგზე. გავიარე არაჩვეულებრივად ეს კასტინგი. და მე წველოდები ხა $200 და მუშებს გადაუხადა, თორე უკვე ხა გერმელოდებიან. ესე $200-იანი $200-იანები ვართ მოკლედ. $200-იანები ხართ. იმედია ახლა გამოსწორდება მდგომარეობა, იმიტომ რომ როლანდს უნდა ვკითხო. როლანდი მე მახსოვს შუა საუკუნეების იყო რა ქვია. სიმღერა როლანდზე ფრანგული მითოსი, სასწაული, ბურგუნდიელი იყო თუ არ ვხვდები. არ ვიცი, საიდან იყო, მაგრამ გასკონელი არ ყოფილა. რაღაც სიმართლეო და სიმართლეა ახლა. მეც მქონდა რაღაცა ეგეთი. მოკლედ სიმართლეს ჩემ მეგობარს ესესხე რაღაც $250. აიცია სტაფკებმა. გულწრფელად ეგრეა მართლა რა. ესესხე ფული. და ნუ რაღაცა იმასაც უჭირს, რაღაცა ქირით არის ახში ჩემ მეგობარი და ქირით არის. და რაღაცა მითხრა რომ ორჯერ სამჯერ მითხრა რომ დამბრუნეო და ვერ ჩავეტია დროში. მე მითხრა რომ ბიჭო რა გჭირსო ვერ გავიგებო სერიალებში მაინც იყავიო ადრეო და ეხაო რაღაცა არ ხარო არსადო. აგერო იმედზე არისო კასტინგიო თუ რაღაცა უბედურებაო. იმან არ იცის კასტინგი. ნატა შეუსწორე? კასტინგი. ხო, აი არისო და მიდიო რა ცადეო რაღაცა კენიო იქნებაო, რატო არ ხარო ტელევიზორშიც ვეღარ ხედავო და თან ფულს დამიბრუნებო და მოვედი ბატონო. გამიმართლა რაღაცნაირად და მითხრეს რომ შენ აყვანილი ხარო ამ როლზე, მაგრამ მოხდა ეგეთი რამე ხა და დაუბრუნდი ახლა იმ ჩემ მეგობარს მეთქი რომ არ იქა გვეშველა მეთქი რომ შენ დაგიბრუნებ შენას $250 მეც კარგად ვიქნები ინდისიც ყველაფერი და გაუხარდა ჩემ მეგობარს ვართ ახლა ესე შინაურულად მეგობრები რამდენიმე და გაუხარდა და მითხრა არ მინდა შენი $250 ვიშოვნეო რადგან შენ სამსახური შოვე მეც $250 ვიშოვე მიხარნიაო მაგრამ ამას გაგიქვითავო როგორ იციო რომ შენო ადექიო და ამ სერიალშიო და ტელევიზორშიო ზოგადადო ჩემზე რამე კარგი თქვი აი ვინცა ვარო ის თქვიო რა ხო და აი ხა მე მინდა რომ სადა ჩემო ნოდა უпростоრად ჩემო შურანოდა შური გენაცვალე შენ საოცარი კაცი ხარ მიყვარ ხარ მე შენ ძალიან და წესიერი კაცი ხარ და ორმარილიანი კაცი ხარ და მთელი ქვეყანა გიცნობდა შენ ვაშადაურა ტაქტო სამი დამჭა, არა, 4 დამჭა, 4ჯერ კიდე უნდა. ეხლა მე მგონა სამ კაცთან ერთად მოვდივარ პურმარილზეო და მე გამეხსოვს 4ჯერ კიდე უნდა $50 გაგიქვითავო რა, რომ გამოაცხადებ. კარგი. 4 დარჩა, 4. მე სერიალში თამაშობდა, აუცილებელია ჩემთან გაქვითო. ერთი რაც მალე ვალს გადახდა უნდა, ხო იცი და მალე გადაიხდა. ანები ამ საწერკალავს თავი. მოკლედ მეც ვიტყვი სიმართლეს, ვეცდები. სიმართლის დროში ვარ. სიმართლის დროა. მოკლედ, ხა მე და ტატო კი ვთამაშობთ ცოლ-ქმარს სერიალში, მაგრამ ნუ ისე მეგობრები ვართ და რაღაც ერთად მოვდიოდით სადღაც და დიდი მაღაზია იყო ტექნიკის. და იდოთ ზამაგარი ლეპტოპი. ჩავერთვები. ამას აქვს პრობლემა ტელეფონის. იმიტომ რომ სუჯდება. და ძალიან კარგი აქცია იყო, რომ ლეპტოპს მოყვებოდა ტელეფონი. საჩუქრად. დიდი ბატარეები. ხო. გაგცელი. ხო და მოკლედ შევედით და აღმოჩნდა რომ რაღაც ღირს ეს ლეპტოპი. რაღაც $400. $400 დაგჭირდა. სად იშოვეთ $400-იანი ლეპტოპი? არის. ლარებში და ლარებში $1 კი. ასე კი. და ხო და ნუ მოკლედ რა ვქნათ არ ვქონდა არც ერთ ფული ძალიან გვინდა ამას ლეპტოპი და მე ტელეფონი და დავრეკეთ როლანდს. როლანდი არაო მეცო აიო $250 ვეძებ. როლანდი ამ დროს ჰაპ ასე მეცეკვა და ვარი. ხო და
როლანდი მე ეხლა გავიგეო რომ რაღაც კასტინგი არისო. ანუ ძალიან ჩვეულებრივად ძალიან უბრალოდ $200 ხათრით მოხვდით ამ სერიალს. 250. როლანდი წინ არის. მე ახლა გეტყვით ასეთ რაღაცას. გისმენ. შეგონია რომ შენ თქვენობით გელაპარაკები. ნატა მახსოვს შუა ქალაქიდან. იყო ესეთი პერიოდი, ერთი ბიჭი უყვარდა შუა ქალაქში. ვინ უყვარდა? მე ვიცი სერიალში. როლანდიც მახსოვს რაღაც სერიალებიდან. ალბათ მუსიკა საიდან გამახსოვს. ამის გახსენება საერთოდ არ. ისე შენ კარგი როლი მოგიფიქრეს. მოერგე ხო როლს ისეთი ქალბიჭარო ხარ? არა, მე ქალბიჭა როგორ ვარ, ერთ წამ მართლა მაინტერესებს. მე რაც შესრულებული მაქვს ჩემი როლები, არსად არ მითამაშია ეგეთი როლი. მაგრამ ცხოვრებაში ხო? ცხოვრებაში მე გოგო ვარ. ქალბიჭა. მე გოგო ვარ, გოგო. გოგო ვარ. ქალბიჭა. არა, გოგო ვარ. შემომხედე როგორი პეპლის კაბა მათი. არაჩვეულებრივი შესახედაობა გაქვს. ულამაზესი ხარ, უნიჭიერესი ხარ, კარგი კაბა გაცვია. გიხდება, მაგრამ სვავ, იგინები, ჩხუბობ და ასე შემდეგ. მე ყველაფერი ტყუილია, გასათხოვარი გოგო ვარ. მაგიტომაც ხარ გასათხოვარი. გონია რა. რას? შენს მოღვაწეობას. ამაზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ, გვექნება დრო. თუ მიაღწევ მაგამდე. ახლა თქვენ აი რას ფიქრობთ? მსახიობები ხართ, უნიჭიერესი ხალხი. აი ამ თურქულ სერიალებზე რას ფიქრობთ? შემჯდარი ხარ ხო როლანდ? ისე გაგეცინა რომ აი შემჯდარი ხარ ამ სერიალზე. არანაირად. აბა მითხარით, მაშინ აი რას ფიქრობთ ხალხო? რაღაცა საშინელება ხდება. ეს ბრაზილია აღარ გვინდა. არა, თურქულ სავაშმა დაგუპა ყველა. აი რაღაცნაირი მამა შეხრაზოდა აუ ის სერია გახსოვს იმას რომ უთხრა რომ ისაო დაწვაო ვიღაც კაცთანო ფულის გამო აუ რა მაგარი სერიალი. ძალიან მაგარი სერიალი. მაგარი ხურება. აი რა ფიქრობ ამაზე მითხარით? მე ზოგადად სერიალებზე არ ფიქრობ როგორ. და არც თამაშობ. გასაგებია. გოგოებო თქვენ მითხარით რა? ხო, ფიქრობ. მადლობ ნინო, აპლოდისმენტები ნინო ფიქრობს. მიხარია ნატა. რაღაცნაირი ისეთი კაცები არიან რა, რაც როგორი ტატოს არ გვანან. შენცი ვაიმე. აი რაღაც კარებს უღებენ, სვავენ, რაღაც ემსახურებიან და ეს ცოტა ქართველებიც სვავთ. ქართველებიც სვავთ, კეიპოპი ემსახურები. ხო და რატო არ შეიძლება კაცები გვემსახურებოდნენ ჩვენ როგორც თურქულ სერიალებში, როგორც სავაში, მაგრამ ითამაშე თურქულ სერიალში და გვემსახურებენ. ახლა მე რა მინდა ვთქვა, მომისმინეთ? რა თქვი ტატო ბოდიში? სერიალში აკეთებენ ისინი ჩვენ ცხოვრებაშიც ვარ. რა თქმა უნდა. ამ რა მითხრა იცი? ესპანეთიდან იყო ახალი ჩამო. საიდან მოვადით? ესპანეთი. ესპანეთი. თუ ბარსელონიდანო. ბარსა. კაი არჩევანია. ხო და ჩამოვიდა და ყვება რომ როგორი კაცები დადიან იქ. ბარსელონაში. ხო. ძალიან მამაზებიო, კუნთებიო, ყოველ რაღაცა სიმპათიურებიო და ახლოს მოვიდა ჩემთან. ესე კი არ დადიან. ერთი წუთი აღარ ველაპარაკე. ერთი წუთი მართალი ხარ გენაცვალე შე როლანდ ადექი წელზე მოდ გაიხადე. ჩვენ გავიხუჭე. შენი ბასენზე არ გინახე. ეს დავდივარ იმ ბასენზე არ გინახე ვარ. როლანდ გაიხადე და აი ესე გააკეთე ასე. აი ესპანურად რამე, ორი გაიხადონ. ესპანეთი არა ის. ის. მეც მაგას ტატოს. ესე იგი ექსპანსია. როგორი აქცენტი მქონდა ნატა? ფანტასტიკური. ექსპანსია ეხა თურქული სერიალების. ყველგან თურქული სერიალი და ქართველი ერი არის თქვენი იმედზე, თქვენი სერიალის. ხო და ჩვენ დავავიწყებთ თურქულს. ხო და მე ამის იმედი მაქვს და 200 წელი რო გავა, თქვენზე რა სიტყვის იცი ხალხი? 200 წელი და ერთ ქართულ სერიალზე 10 თურქული სერიალი მოდიოდა. მაგრამ მაინც არა მე მგონი ეხა ამას გამოეპასუხებ რა. გუფი დაასხი, გუფი. რაღაცას საღამოს ჯერ არა. რაღაც მოყვება. კი არ გისმენს არა. რაღაცა გამახსენდა ეხა კაცებთან და ამ უცხოელებთან დაკავშირებით. მე მეგონა შენ ლაპარაკობდი ბოდიში. რამდენიმე თვის უკან ვიყავ ინდოეთში რა, მოკლედ სწრაფად მოყვები ძალიან და ინდოეთის არის ხო მერმერგენაკი. ინდური ფილმების სხვა იყო და ინდუ ანუ კაცებზე და
ვიყავ ინდოეთში და სამხრეთ ინდოეთში, სადაც ხორცი ზოგადად არ არსებობს საერთოდ, არავინ არაფერ მაკდონალდსიც იყო და მაკდონალდსში ხორცი არ არსებობს. ვეჯი ბურგერებია იქ. არა, რაღაცა მწარე საშინელი საჭმელი. ვეჯი ბურგერებია იქ. კაცები დადიან, როგორ აგიხსნა, აი როგორ კაცები დადიან. დაბალი, გამხდარი, ეს კოჭი და ეს ადგილი რო ერთნაირია, უკაცრავად და ეს შარვალი რო შიგნით როა შევარდნილი. შეიძლება შიგნით საათზე. გამხდრები რაღაცა ძალიან ცუდ გამოიყურებიან უკაცრავად ინდოელებთან. და არა ჩვენ მაგურებელთან. არა რაღაცა და დავდივარ ეხა ამ ინდოეთში და დავდივარ დამყვებიან ეს ყველაზე მაგარი გასაქმეა როგორ დავდივარდი როგორ მიყურებდნენ იცი ჩვენთან რო უკრაინელ ლამაზ გოგოებს უყურებენ კაცები აი ესე მიყურებენ და ყველა დიდი პატარა ქალი კაცი და ბავშვი ხო ყველაზე იოლად იმაშია ბავშვი რო გამოგდეს ქუჩაში გაჭერდება გიყურებს რო გაასწრებს გაჭერდება გიყურებს ხდები რომ ესე იგი რაღაცა და ერთი ვიღაცა გიდი იყო კაცი ისევ ესეთი გარეგნობის მიყურებს ახტაცებული რა ნუ მაგებინებს რაღაცნაირად მაგებინებს რომ ჩვენ ყავსო ინდოელებს ხუთი გმირიო იღაცა აბაჯალა და იგლა და ვიმეორებ მეც ამას ესეთი გმირები ყავსო და აი იმათ გევხარ შენო ამათ შეხედე ამათ იგი იგივე რაღაცა იყო რომ ვიღაცა ნახარო გითხრას რომ ვიღაცა რომ გითხრას რომ აუთელ თორდანდა რაღაც ისტორია ახლოვება და მართლა აი არასდროს არ ამთავრებს. აი ასე გამოჩნდა ვაკანსია ახალ სერიალში. და ამიტომ მიმიღეს მარტივით და ნეტა მეც დამეძინა ნატა. და არ მომესმინა. ტატო დამანახე. ტატო აქარი. ტატო დამანახე. შენ და ნატა ხართ. კი. ცოლქმანი. ვაი. ნატა ეჭვიანი არ არის. მაგრამ სულ ჩხუბობთ, სულ შორდებით. შენ ხარ დეპრესიული? არა, საყვარელი ვარ. არა, ჩემი მიზეზით არ გადაწყვიტოს შენ რამდენად საყვარელი ხარ, თან გაუპარსავე ერთი წუთი რა. ხო. მაგრამ ძალიან ისეთი ხარ რა, დეპრესიული ხარ და მწერალი ხარ, წიგნს ვერ წერ და ჟურნალებში ბეჭდავ სტატიებს. იცი როგორ აი დაახლოებით როგორ სტატიებს რომ აი გუშინ ჩემი დედამთილი გავწეწე. ხო. ჩემი რძალი ბებია ჩემს სატანურ მუსიკაზე აცეკვებდა. რაღაცა ხო ამ დაგვარი რაც აქტიურია იმასაც ხო და აი როგორ გონია ეს თქვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება იცი რა მე თავიდანვე თქვი ვარ საყვარელი დეპრესიული წელგაუპარსავი და მყავს ლამაზი ცოტა კაპასი გვიქვს. ნუ ცოტა კაპასი ყოფილი ლოგიკურია ხა დეპრესიული წვერგაუპარსავი. სხვათა შორის მე მინდა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ნატა ზარნაძის პროფესიონალიზმს, იმიტომ რომ ცხოვრებაში ის აბსოლუტურად არ არის კაპასი. და კარგად გამოდის ეს როლი აქტაში უნდოდა. შეგვიძლია ერთი გენაცვალე რა შენთან მე სხვა საუბარი მექნება ერთი კვირის მოკლედ დიდხანს ვერ შეგაყომდებთ იმიტომ რომ კიდევ ბევრი საქმე გაქვს და დაგცხათ აი ესე დღეში ვარ მე აქ მეგობრებო მე მინდა წარმატებები გისურვოთ მადლობა მე ვეტყვი ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს რომ ამ ნიჭიერესი ხალხის გარდა კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ადამიანი მონაწილეობს ამ სერიალში და მათ მოგვიანებით გავესაუბრებთ, უბრალოდ დღეს მეტი ადგილი არ იყო და მეც ვერ მოვაწყე მისაღები ოთახი. დიახ. მოკლედ დიდი მადლობა ნინო, ნატა, ტატო, როლანდ და რუსკა. გისურვებთ წარმატებებს, თქვენი გულშემატკივარი ვარ. არ მინდა ეხლა ეს გული ტკივა და ტკივა. მოკლედ აქტივდება თქვენს რაღაცა და მომაკითხავთ. შეიძლება ყველა იმედში და ჩვენ ღამის შოუ სტუდიაში. ჩვენი ამბავი არაჩვეულებრივი სერიალის დიდი მადლობა. Inside to me